ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს ესეთი ფონით მინდა ჩაგიწეროთ ჩემი მეორე სერია ნარცისის და ემპათიის ურთიერთობაზე და რატო? იმიტომ რომ მოვედი აუზზე და ხოიცით მე ზოგადად როგორ ვიყენებ ყოველ წუთს და წამს ჩემს ცხოვრებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია time management-ი, ანუ დროის მენეჯმენტი, ხო და მოკლედ მოვედი აუზიდან ხვდა დაკეტილი და დღეს მხოლოდ ჩემი ზაგრით შემოვიფარგლები. წიგნი მაქვს ამოღებული და ზაგარს მივიღებ წიგნს წავიკითხავ, მაგრამ სანამ ასე ვთქვათ ამ ყველაფერს დავიწყებდე, მინდა რომ ჩემი მეორე სერია ჩაგიწეროთ. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი გოგო ელოდება მეორე სერიას, ცოტა ქარი არის, მაგრამ რახან ინსაიდი მქონდა, აუცილებლად მინდა რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ჩავწერო. შესაძლებელია თვითმფრინავების ხმამ შეგაწუხოთ, ვინაიდან ეხლა ცოტა დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა, სადაც მე ვარ და აქედან გამომდინარე, აი ასეთი ვცდილობ რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო და მაინც არ დავარღვიო ჩემი რეჟიმი. მოკლედ ჩვენი ბოლო ასე ვთქვათ საუბარი შეწყდა იქ, როდესაც მამაკაცმა დაიწყო გარკვეული სახის, ანუ ეგრეთ წოდებულმა ლევანმა, რომელიც მოფიქრებული სახელია, დაიწყო ამ გოგონას, ანუ ნინოს ასე ვთქვათ ნიადაგის მოსინჯვა, ხო, რომ ენახა სადამდე შესაძლებელი იყო მისი დამცირება და საზღვრების დარღვევა. მინდა გავაგრძელო ჩემი მონათხრობი და გავაგრძელო როგორ. ანუ რეალურად, როდესაც ამ კაცმა უთხრა, რომ უი ამ ქვეყანაში როგორი ლამაზი ქალები ყოფილანო და ნინოს შეეცვალა სახე, რა გააკეთა ლევანმა მანიპულატორმა? შენ ყველაზე ასე ვთქვათ ლამაზი ხარ ეუბნება, ხო? ანუ რეალურად უცებე შეცვალა პატერნი, ანუ მისცა გარკვეული სახის შოკი და მე ეს შოკი წაართვა. ანუ ისევ გადაუყვანა დადებით სიტუაციაში. ეხლა რატო? იმიტომ რომ ადამიანის ჯანსაღი ადამიანის ფსიქიკა ამას აღიქვავს, როგორც ალბათ შეცდომა დაუშვა. მიხვდით და მეორეჯერ არ გააკეთებს. და ასე სვავს აი ამ ჰორმონალურ, ასე ვთქვათ, კორტიზოლის ჰორმონი, ასე ვთქვათ, ავარდება მაყლებული სტრესი აქვს და მე უცებო გადაიყვას დოფამინში, ანუ ბედნიერების და აღტკინების ჰორმონში. ხვდებით? რა, იმედია კარგად გესმით, ჩემი ხმა ქარია. ხან სტრესი, ხან ისევ ბედნიერება, ისევ სტრესი, ისევ ბედნიერება, ზუსტად ეს არის ეს ჰორმონალური მიჯაჭვულობა, რომელიც ყველა გოგოს ემართება. რომ აი ეს კი მითხრა ცუდი რაღაცა, მაგრამ მე ეგრევე გამოასწორა და თქვენი ორგანიზმი მე აი როდესაც ცუდ რაღაცას გეტყვით, უკვე იმ წუთასვე კი აღარ ასწორებს, აბა 3 დღის შემდეგ, 5 დღის შემდეგ, 10 დღის შემდეგ ასწორებს და შესაბამისად ისევ მოლოდინის რეჟიმში რჩებით, რომ მე ვიცი ზუსტად რომ კორტიზოლის შემდეგ ისევ მე ასე ვთქვათ ადაბრენიას მომცემს და ისევ მეტყვის თუ რა კარგი ვარან დაბრუნდება და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო უბრალოდ პირველი ზვანოჩკები. ეხლა რა ხდება? აი ამ ჩაის სმის შემდგომ ნინო და ლევანი ბრუნდებიან სასტუმროში. ანუ თითქოს ყველაფერი კარგად არის, გზაში მოდიან ჩვეულებრივად საუბრობენ. და აი ამ დროს, როდესაც შედიან სასტუმროში, არის უკვე საღამოს პირი, მიდიან დასაძინებლად და ნინო მეუბნება ესეთ რაღაცას, როდესაც მიყვება რა, ჩვენი მუშაობა ერთობლივად უკვე დაიწყო საკმაოდ კარგა ხნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იქ გარკვეული სახის დაშორება მოხდა, ხო? ამას უკვე ეტაპობრივად მოგიყვებით. ანუ ნინო შევიდა სააბაზანოში წყლის გადასავლებად და რო გამოვედი, მეუბნება რომ დამხვდა აბსოლუტურად სხვა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად მომყვებოდა, მეხუტებოდა ქუჩაში, იყო აბსოლუტურად განდეგილი. ნახეთ, ესე იგი რა ხდება? ხასიათის ცვლილებები იწყება, ხო? ანუ ქუჩაში ნორმალური იყო, სახლში შევიდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ვანიდან რო გამოვედი, დამხვდა აბსოლუტურად განდეგილი, აცტრანიონი, რაღაცა თავის სიტუაციებში ჩაკეტილი, დაფიქრებული და ეკითხება ნინო რა გჭირს? პასუხი, არაფერი არ მჭირს. არა, რაღაცა მოწყენილი ვარ, რა არ შეიძლება რომ ესეთ ხასიათზე ვიყო, რა ყოველთვის კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, რა პრობლემა გაქვს, რატომ ეკითხები, არ შეიძლება რომ მომცე თავისუფლება? ეუბნება ნინოს. ნინოს წყინს მიდის დასაძინებლად, ეს განდეგილი რჩება თავის დივანზე, სასტუმროს დივანზე და ნინო იწახის რომ მე ვიწყებ ტირილს. ამ ტირილზე ამ ადამიანს არ აქვს რეაქცია. ანუ აქ უკვე ძალიან ცალსახად ჩანს ის რომ ამ მამაკაც არ აქვს ემპათია. ანუ არ აინტერესებს ნინო იმ შემთხვევაში რატო ტირის, არ ცდილობს მის დამშვიდებას და ასე შემდეგ.
ცაში ვიყურებით ან სულ ერთი სიტყვით ნინო მეუნება ესეთ რაღაცას. დილას რო იღვიძებს ნინო არის ნამტირალები სახი აქვს დასიებული და რო იღვიძებს ეს ჩვენი ლევანი ეუბნება რას? უი ნინო, როგორ შეცვლილ ხარ? რატო გაქვს სახე ასეთი დასიებული? გინდა რამე? გინდა ყავა? ანუ ისევ ხდება მზრუნველი. წამოდი საუზმეზე ჩავიდეთ. ანუ ნინო უკვე არის გაურკვევლობაში. ვერ ხვდება რა ხდება მის თავს. გასაგებია? და შინაგანად აქ მოლოდინი რომ ოკეი, ესე იგი გადაუარა ამ კაცამ ყველაფერმა, ესე იგი ყველაფერი კარგადა. ეს არის საშინელება, რომელშიც ადამიანი ნელ-ნელა ეფლება, ქალი და აი ამ სკაჭკებს მაღლა დაბლა, ასე ვთქვათ, გამოცდის თავის თავზე. ეხლა რა ხდება ამ შემთხვევაში ლევანის თავში? ხო, ის არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ნეირო სვიაზი, რა ქვია, მაგის კავშირები თავში, რომ ემპათია არ გააჩნია, ან მას შეუძლია დაგამხოს თავზე ყველაფერი და გამციროს და მე მეორე წუთში იყოს ჩვეულებრივი, ან იყოს ძალიან ჩვეულებრივი და უცებ რაღაცნაირად განიდეგოს და შეეცვალოს ხასიათის ცვლილებები, ხო? ჩადიან საუზმეზე, ჩვეულებრივად საუბრობენ რაღაცა ძალიან ბევრ თემებზე, საკმაოდ განათლებული, საკმაოდ კარგი განათლება მიღებული და საკმაოდ წარმატებული არის ლევანი თავის ბიზნესში, საკმაოდ დიდარი კაცია. თავის რაღაც საქმეებზე ელაპარაკება ისა ყველაფერი კარგად არის, ერთი დღე და ერთი ღამე ყველაფერი კარგად არის. მესამე ღამეს, როდესაც მიდიან დასაძინებლად, ლევანი წევს ნინოს და ეუბნება, რომ მათ შორის ჩადევს ბალიშს, იმიტომ რომ ძალიან არის, ასე ვთქვათ, გაწაბილებული მისგან, რომ რისთვის არ ეუბნება. ანუ ეუბნება, რომ რაღაცა შეცდომა დაუშვა ნინო, მაგრამ კონკრეტულად რაში არა და გადაბრუნდება იქით და იძინებს ყოველგვარი ძილინების და ჩაყუტებების, კოცნების და ასე შემდეგ გარეშე. ნინო რჩება ისევ აგონიაში, ვერ იგებს რა ხდება და მთელ ღამეს ატარებს ფხიზლად იმისათვის, რომ გაიგოს რა ხდება. დილას როდესაც იღვიძებს ლევანი, ნინო ეკითხება რა მოხდა, გუში რატომ ითხარი ასე, რა დავაშავე? აი ეს რა დავაშავე არის ზუსტად ის, რომ ლევანი ხვდება, რომ აი მიაღწია იმას კარგი მსხვერპლი იპოვა. რესურსით, ნეგატიური რესურსით, ასე ვთქვათ, გამოიყვება ეს ადამიანი. იმ დღეს ნინო და ლევანი მოფრინავენ, ლევანი არაფერს არ ასე ვთქვათ უხსნის, ხელს კიდევს, ეხვევა, კოცნის, აეროპორტში მიდიან და აეროპორტში ეუბნება, რომ რა კარგი დრო გაატარა მასთან, რომ დიდი მადლობა ნინო, რომ შენ ჩემთან გაატარე დრო. ანუ წარმოიდგინეთ, როგორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ხდება, ხო? ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან გაატარე დრო. ჩვენ კიდე უნდა წავიდეთ სამოგზაუროდ. მე ძალიან მომწონს შენთან ერთად მოგზაურობა. შენ ხარ ის ქალი, რომელსაც ველოდებოდი და ნინო არის ვახვი, იმიტომ რომ ნინოს ვერ გაუგია. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს, ვისთანავარ, რასთანავარ და რასთან მაქვს კავშირი. მაგრამ ეს დოფამინი, რომელსაც აწვდის, ეუბნება, რომ თურმე რა მაგარია ნინო, რომასთან ერთად კიდე უნდა წასვა, თავის საქმეს აკეთებს და ნინო მიდის სახლში და იწყებს მოლოდინს ისევ ამ ლევანის. როდის დაურეკავს, როდის მისწერს, დაურეკავს თუ არა, რომელი იყო ახლა სწორი ინფორმაცია, რომ უთხრა, რომ გაწმილებულია მისგან და რისგან კონკრეტულად არ იცის, თუ ის, რომ მასთან ერთად კარგი დროის ტარება უნდა და კიდევ ერთხელ უნდა დასასვენებლად წასვლა. აი ეს არის ჩემი მეორე სერია. ძალიან ეტაპობრივად გაწვდით ამ სერიებს, იმიტომ რომ მინდა რომ ყველა მიცოდეს ჩემო ძვირფასებო და ყველა ამოიცნოთ საკუთარი თავი. ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი ისტორიების დაწერა კომენტარებში, ან სად ამოიცანით თქვენი თავი, სად გქონდათ მსგავსი გამოცდილება, რა მოხდა, როდის გააანალიზეთ, ასეთ ადამიანთან გქონიათ თუ არა ურთიერთობა და ასე შემდეგ, რომ სხვა გოგოებმაც ისწავლონ თქვენს, ასე ვთქვათ, შეცდომებზე ჭკუა. და ასევე თქვენც, იმიტომ რომ როდესაც ამოიღებთ ამ ყველაფერს და მოყვებით ამ ყველაფერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კაცი, რომელიც ქალის ნიკით დაწერს აქ რაღაცა სისულელეებს, იმიტომ რომ არც ერთ კაცს არ აწყობს რეალურად გამოფხიზლებული ქალი, მით უმეტეს ნარცისებს. აი საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი კომენტარები, რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს დაწერთ, მით უკეთესი რომ ესე იგი მოგეწვათ და მიხვდით რომ თქვენზე არის საუბარი და რაც უფრო მეტი გამოფხიზლებული ქალი იქნება და რაც უფრო მეტ ეცოდინება აი ეს манипуляციები, მით უფრო ნაკლები რესურსი ექნებათ აი ამ ადამიანებს, რომელიც ხაფავენ და გაცლიან ამ ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას. აქედან გამომდინარე, feel free, ჩემო ძვირფასო მამაკაცებო, ვისაც უნდა რომ დაწერო საზეღარი კომენტარები, შეგიძლიათ დაწეროთ. პირიქით, ანუ ჩვენთვის ეს უკეთესია, იმიტომ რომ მივხვდებით, რომ სწორად ვართ და სწორ ადგილას ვართ, გოგონები, გამოფხიზლებული გოგონები და აღარ მივცემთ საშუალებას აი ესეთ манипуляტორებს და აი ესეთ ადამიანებს ჩვენი რესურსების ღეჭვის და გამოძალვის, ხო? აქედან გამომდინარე, ველოდებით თქვენს კომენტარებს, ჩემო გოგონებო, ძალიან მიხარია და მომწონს ეს პროექტი, რაც წამოვიწყე, აი ეს სერიალთან დაკავშირებით და
ასე ვთქვათ, გელოდებით ყველას, კოცნით გეხვევით, წარმატებულ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ, რაც მთავარია.